ახლა ვნახოთ დაპირებული სიუჟეტი და გავიგოთ იმ საჩუქრის შესახებ, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გადასცა თეატრალურ უნივერსიტეტს. მოვუსმინოთ ელენე დანელიას. თანამედროვე აუდიო-ვიდეო აპარატურა, საერთაშორისო დონის სამონტაჟოები და სტუდიებად ქცეული აუდიტორიები. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე-ფაკულტეტი თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში თეატრალური უნივერსიტეტისთვის 500,000 ლარის ოდენობის გრანტი გამოიყო. ჩვენ წელს შევძელით კულტურის სამინისტრომ და თეატრალური უნივერსიტეტის კინოფაკულტეტი გაიმართა წელსში. მათ აქვთ ყველაზე თანამედროვე და საუკეთესო აპარატურა და მე მინდა გითხრათ, კითხვა იყო ძალიან კარგი. ეს არ იყო ძნელი გასაკეთებელი. ამას სჭირდებოდა ნება და სურვილი და დანახვა მნიშვნელობის, თუ რა მნიშვნელობის არის ეს საქმე, რასაც აკეთებს ეს ფაკულტეტი. ხელის დაკარება, მეუხერხულება პირდაპირ ისე როგორც პატარა ბავშვს ისე ვეგოგმანებით და ვეფერებით ამ აპარატურას, რომელიც მივიღეთ. მე მგონი ეს არის ძალიან სერიოზული გარღვევა და ძალიან კარგი საწინდარი იმისა, რომ ამაღლდება ხარისხი ჩვენი ფილმებისა. ინვენტარის ასათვისებლად ფაკულტეტს ახალი საგნები, მათ შორის კინო-ტელემხატვრობა, პროდიუსინგი და 3D ანიმაცია დაემატა. იმ ახალგაზრდებს კი, რომლებმაც მომავალში ქართული კინოს მრავალწლიანი ტრადიცია უნდა გააგრძელონ, დღეს უახლესი გადამღები აპარატურით მუშაობის შესაძლებლობა აქვთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, იმიტომ რომ ყველაფერს რა თქმა უნდა ჩვენთვის გამოვიყენებს სამომავლოდ, რომ გადავიღოთ და შევქმნათ ისეთი ფილმი, რაც გამოადგება ჩვენს უნივერსიტეტს და ჩვენ ქვეყანას, რა თქმა უნდა. მთელი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დახმარებით სტუდენტებს უცხოელი სპეციალისტები მასტერკლასებს უტარებდნენ. მომავალმა რეჟისორებმა და ოპერატორებმა კი 2013 წელს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე 9 ძირითადი პრიზი მოიპოვეს. უკვე ყველანაირი საშუალება აქვს სტუდენტებს იმისათვის, რომ სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიაში იმუშაონ და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდის ხარისხს, იმიტომ რომ წელს 3 გრან-პრი მოიგეს ჩვენმა სტუდენტებმა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე პორტუგალიაში, სლოვენიაში, ყაზახეთში და ერთგვარი სტიმულიც არის, ხო მართალია, როცა რაღაცა კაი პირობებში იხდება სწავლა. ქართული კინოსკოლა ნოემბერში კოტბუსის, ვგიკისა და მიუნჰენის ფესტივალებზეა მიწვეული. ქართველი სტუდენტები საერთაშორისო ასპარეზზე ახალი აპარატურით შექმნილ ფილმებს წარადგენენ.